დღეს არის 17 ოქტომბერი, საქართველოს ვეტერანების დღე. ვეტერანები ეს არის ერთ-ერთი ღირსეული სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი შემადგენლობა. შემადგენლობა, ვინც თავისი ღვაწლით, შრომით, თავისი ბრძოლის უნარიანობით მოიპოვა ეს უმაღლესი წოდება. ვეტერანი მით უმეტეს თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, როდესაც ჩვენი დამოუკიდებლობა აღდგა, ეს არის ყოველდღიური ბრძოლა არსებობისათვის, თავისუფლებისათვის, დამოუკიდებლობისათვის, ტკივილი, სიმძიმე, მაგრამ მიუხედავად ამისა, კვლავ თავგანწირვის უნარი და სიყვარული შენი სამშობლოსი და შენი მომავალი თაობის. იმიტომ რომ ჩვენ გვერდზე იყვნენ ჩვენი თანამედროვე საქართველოს გმირები, ადამიანები, რომლების სიცოცხლის ფასადაც იწერებოდა ჩვენი დამოუკიდებლობის და თავისუფლების ისტორია. მე მინდა თითეული მათგანის ოჯახს მიუსამძიმროთ. თქვენ კარგად უწყით, რომ ადამიანმა, ვინც იცის რა არის ომი, ბრძოლა, ღვაწლი, ის გაცილებით უფრო მეტად აფასებს მშვიდობას. რამე თუ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, რომ ჩვენ ვაფასებთ მშვიდობას, მშვიდობის დაფასება არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვართ ბრძოლის უნარიანები და არ ვართ მზად ვიბრძოლოთ ჩვენი სამშობლოსათვის. ის სახელმწიფოებრიობა და ის თავისუფლება, რომელიც არის ჩვენ წინაშე, არის კვლავ ჩვენი საძერწი. რამე თუ არ გადავანაწილოთ ის პასუხისმგებლობა ჩვენ შვილებზე, არამედ ერთხელ და საბოლოოდ გავიტანოთ ასპარეზზე ჩვენი ძლიერი, ერთიანი და ლამაზი სამშობლო. კიდევ ერთხელ გილოცავთ ჩემო ძვირფასებო დღევანდელ დღეს.